მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში მზია ამაღლობელს ბათუმელების დამფუძნებელსა დირექტორს უკვე წარუდგინეს ბრალი, ხა იურისტებს ხედავთ თქვენ კადრში, რომელიც უკვე გამოვიდნენ იზოლატორიდან. მოგესალმებით იურისტებო, მინდა რომ გაგესაუბროთ. თქვენ ერთად იყო გამომძიებელიც, ხო, რომელიც გამოვა თუ იცით, რომ მას გავესაუბროთ. პროკურორი არესტირებოდა ამ შეხვედრას. ანუ რატომ არესტირებოდა პროკურორი? აუცილებლობა არა სამართლებრივი რომ თავისთავად პროკურორის. პროკურორი არის თორნიკე გოგაშვილი ამ საქმეზე. რომელსაც შეეძლო დაასწრებოდა, მაგრამ არ დაესწრო. კარგი, რაც შეხება ეხლა მთავარი საქმეს. წარუდგინეს უკვე ბრალი მზია ამაღლობელს, ანუ ბათუმელების დამფუძნებელსა დირექტორს, ხო? ხომ არ შეიცვალა რაიმე? არა, კვალიფიკაცია იგივეა 353 პრიმა, ანუ თავდასხმა პოლიციელზე და მოხლით წაუყენეს ბრალი, გადმოგვცეს მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეო ჩანაწერები არის, ჯერჯერობით არ ვიცით რა არის ამ დისკების ჩაწერილი. გავეცნობთ ამ მტკიცებულებებს და ნუ გასავლის შემდეგ ნახავთ უკვე ჯამოყალიბების დაცვის მხარის სტრატეგიაზე საქართველოში. ესწრებოდა თავად მზია ამაღლობელი. მზია ამაღლობელი ესწრებოდა ბრალის ცენტრალს. როგორ გრძნობს ის თავს? ამ ეტაპზე იყენებს დომენის სოფლებას. ჯანმრთელობის ხმოვანობა გამოყალიბებული არის და სხვა მოთავსებული დროებით მოთავსების იზოლატორში. მესმის ეს პატდია სამინძე იყო ჯუბა ქათამაძეს მოусვინოთ საიესიურის რომელიც ასევე დაიცავს მზია ამაღლობელის ინტერესებს რომ მოგვიყვეთ ამ საქმის დეტალებზე მე მესმის რომ ჯერ ვერ გაიცნობოდით მას თუ რა წერია საქმის მასალებში მაგრამ რასაც უკვე იცნობთ თქვენ რასაც უკვე გაცნობილი ხართ რა შეგიძლიათ გითხრათ ამ საქმის შესახებ რამდენად არის არგუმენტირებული გამოძიების მიერ შედგენილი კვალიფიკაცია და საქმის მასალებიდან რა ჩანს რა იკვეთება ანუ ჯერჯერობით იქნება გამომდინარე რომ საქმის მასალები ახლა გადმოგვეცა რაღაც დეტალებზე ვერ ვისაუბროთ, ანუ ვარაუდები უნდა გავაკეთოთ და ამისგან ჯობია თავი შევიკავოთ, საქმის მასალებს გავეცნოთ და უახლოეს 24 საათში უნდა ჩატარდეს პროცესი და იქ უკვე ჩვენი პოზიცია ნათელი იქნება ყველასთვის. ანუ ახლა ღონისძიების შეფარდება გაიმართება ან დღეს, ან ხვალ. ანუ 24 საათი ექნება უკვე. 24 საათი აქვს მიმართვიდან, ახლა უკვე რალი წარადგინა მიმართავენ მალე სასამართლოს და ან დღეს გადავა საქმის მასალების სასამართლოში. კი, დღეს უნდა მიმართონ სავარაუდოდ ან ხვალ დილით მიმართავენ. და სასამართლოს აქვს 24 საათი დრო რომ განიხილოს უკვე აკვეთი ღონისძიების სახით. პატიმრობა შეუფარდებენ მზია ამაღლობელს თუ გირაოს გირაოს მოითხოვენ და სასამართლო რას განაცხადებს. რომ ნახოთ საქმის მასალების პირველი რამდენიმე გვერდი, აი რა წერია აღწერაში შეიძლება ანუ არა ამ შინაარსზე არანაირი არაფრის თქმა არ შემიძლია, არის რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნა და არის რამდენიმე პოლიციის გამოკითხვის ზოგ. სხვა ზედაპირულად რას ნახეთ ეს არის. სხვა არაფერი. ანუ ექსპერტიზის დასკვნა რა ექსპერტიზის დასკვნაზეა? სამედიცინო ექსპერტიზა. ანუ ვის ჩაუტარდა ეს ირაკლი დღებუაძეს? მათ შორის. ანუ ირაკლი დღებუაძეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. დანიშნულია დიახ. შინაარს ჯობია მაინც შინაარს გავეცნოთ. ხო. კიდე რა არის რო ვთქვათ მონახაზი რა მტკიცებულებებზე? ან მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია სამწუხაროდ. რაც იყო ზედაპირულად ნახეთ და შინაარს როცა გავეცნობით, მე უკვე თქვენს ნახავთ დანარჩენს. და რა შეიძლება ამ კვალიფიკაციას, ხო, 353 და პრიმა მოხდა, რაც გულისხმობს პოლიციაზე თავდასხმას. მე მესმის რომ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ გაცნობილი საქმის მასალებს, მაგრამ რას ნიშნავს ამ კვალიფიკაციით გამოძიების დაწყება და ბრალის წარდგენა უკვე ეს კვალიფიკაცია არ შეცვლა როგორც გავიგე, ხო? ეს რას ნიშნავს თქვენ, რომ სწორია ამ კვალიფიკაციით საქმის მასალებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თუ მილისურებას იყენებს, ჩვენი პოზიცია ის არის, რომ პოლიციაზე თავდასხმა არ ყოფილა და ანუ ნახავთ, საქმის მასალებს უნდა გავეცნოთ. ისე მოუწევს რომ ვისაუბროთ ვარაუდებით, როგორც უკვე გითხარით. ჯობია მასალებს გავეცნოთ და შემდგომში უკვე ჩვენი პოზიცია. არა, თქვენ რაც ნახეთ უკვე თქვა გვეს ვიდეოები, რაც გავრცელდა მედიაში, რაც მოგისმენიათ უკვე მედიაში გავრცელებული მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მტკიცებულებას არ წარმოადგენს. მტკიცებულება არის რაც გადმოგვეცა და ეს უნდა ვნახოთ, ამიტომ გეუბნებით. რა ისე იქნება ზედაპირულად ვარაუდებზე საუბარი. რა შეიძლება ითქვას დარღვევების კუთხით? ჩვენ ნახეთ რომ როცა დააკავეს მზია ამაღლობელი 3 საათის განმავლობაში არ შეუშვეს მასთან ადვოკატები, რომ დაირღვა დაცვის უფლება. მიმართულია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე, როგორც ფიზიკურ დაზიანებაზე, ასევე დაცვის უფლების შეზღუდვაზე და გამოძიება მიმდინარეობს, როგორც ვიცით. რეაგირება რა მოყვება? დაიწყო გამოძიება ამ კუთხით. კი, გამოძიება როგორც ვიცით დაიწყო. ანუ არასათანადო მოპყრობის კუთხით დაწყებულია გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე. ნიშნავს იმას, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს მიმართვის თანავე. შესაბამისად გამოძიება დაწყებული არის. არა შეიძლება არ იყოს დაწყებული ეს გამოძიება. როგორც ვიცი დაწყებულია. და გამომძიებელიც როგორც ვიცი ქონდა ცდილობა რომ გამოეკითხა. თქვენთვის არის რამე ცნობილი რა საგამოძიებო ქმედები ჩატარდა? არა, ჯერჯერობით სხვა არაფერი არ არის ცნობილი, რაც გითხარით, ეს არის ყველა ცნობილი. ის ლაპარაკობს არასათანადო მოპყრობის ბატა შეხო შეგიძლია ამ კუთხით რამე გითხრათ რომ დაამატო მზია ამაღლობელი ლაპარაკობდა არასათანადო მოპყრობაზე როგორც ვიცი. სპეციალისტ ნაწილში დაიწყო გამოძიება და იყო გამომძიებელი გამოკითხვაზე, თუმცა მოგხერხა ჯერჯერობით გამოკითხვა. და ნუ შემდგომ ეტაპზე მოხდება გამოკითხვა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის მიერ და ნუ ახოთ როგორც წავა მაგალითად
რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო? შეხვედრილი არ ვარ ჯერჯერობით გამოძიებას, პროცესი მქონდა როცა აქ იყო მოსული და მაშინ დამემთხვა, ამიტომაც გამოძიებელი არ მქონია მოწყობილი. ასე მზია მოყობა ჩაუტარდა ექსპერტიზა, როგორც ვიცი, ხო? რა ხარისხის დაზიანებები გამოიკვეთა? ექსპერტიზის დასკვნას არ გავცნობია და დასკვნები მომზადებულია? დასკვნები ხო, თქვენ უფლება გაქვთ რომ გაეცნოთ ამ საქმის მასალებსაც, ხო, რაც სპეციალურ საგამოძიების სამსახურში მიმდინარეობს. საგამოძიების სამსახურში არა, რაც ჩაგოვა რა ბრალი რაზე წარუდგინეს. ხო, ეს ბუნებრივია. აქ მაგნაცებზე და ამ ბრალი რაზე წარუდგინეს. ან პოლიციელების მხრიდან ძალადობას გულისხმობ და არასათანადო პრობლემის შემთხვევის ფაქტებს. ხო, იმეს. ებათ დაზარალებულად იქნება იმ საქმეში ცნობილი და გავეცნობთ საქმეს. დაზარალებული ცნობილი ჯერ არ არის მზია. და ამ საქმეში არის უკვე ცნობილი დაზარალებულად ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელი პირი. ცნობილია დაზარალებული. ის არის დაზარალებლად ცნობილი. ხო, გამოკითხულია ის უკვე? გამოკითხულია, გამოკითხვის ოქმესტებს უბრალოდ შინაარსობრივად შეიძლება არ გავცნობია საქმის მასალებს და ამ ეტაპზე ან არ ვიცი, ხაში არ შეიძლება. სხვა შეგიძლიათ გითხრათ რა არის კიდევ მნიშვნელოვანი გარემოება ამ საქმეში, რაც იკვეთება, მნიშვნელოვანი მტკიცებულობა? ამ თაშავებად საქმის მასალები და თუ არ გავიცანი საქმის მასალებს ჯერჯერობით ასეთი ჩამოყალიბებული პოზიცია და სხვა რას ვერ გიქნება. ანუ ჩამოყალიბებული გავიცნობით საქმის მასალებს უკვე დეტალურად შეგვიძლია ვისაუბროთ. საქმის ირგვლივ, მათ შორის ეს ბრალი წაუყენეს, ნიშნავს იმას, რომ 24 საათში სამართლის პროცესი უნდა იყოს. ანუ სამართლი შეიძლება ჩვენ გულობას აფერს გამოყენებაზე, ნუ აქ საქმის მასალების გაცნობის მერე უკვე ჩვენ გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, ან სავარაუდოდ თქვენ მოითხოვთ გირაოს? სავარაუდოდ ესე იქნება, თუმცა ნუ გავეცნოთ კიდევ უფრო დეტალურად ყველაფერს მე ჩამოყალიბებული. თუმცა მოთხოვნა იქნება არასაბატონო საშუალება, ანუ ახლა ღონისძიება ეს იქნება ნუ გირაო. ხო. პირველ დღეს როცა დააკავეს ზიამაღლობელი იყო შეფასებები რომ მაქსიმუმ ჩვენ შეიძლება გქონდეს ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევასთან. ხო, იმ მომენტში იყო შეფასებები, თუმცა ეხლა შეგიძლიათ რამე თქვა თქვენ შეფასების სახით? შედეგი მივიღეთ ის რომ პოლიციაზე თავდასხმის მოხდა გასარმოებული ძინმოყლია. 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა სიტუაციას, ხო? და მოხდა წაუყენეს ბრალი. თუმცა იქ წამოვიდნენ იმის რომ ადმინისტრაციული წესი შეიძლება უფრო შეედინათ დამატებით. თუმცა ეს რაღაცა არ მოხდა რა, იმიტომ რომ რასაც უყურებთ ექსპერტებოდი აქციას, იქ სამართლის დანაშაულის ნიშნები მზია მახლობელის მხრიდან არანაირად არ ყოფილა. ასე რომ გავეცნობით დამატებით საქმის მასალებს, რა ტკისებულებები აქვს და იმის მიხედვით უკვე ექნება საბოლოოდ დაცვის მხარეს ჩამოყალიბებული პოზიცია და დაწვის სტრატეგია. ხო. ანუ ბრალი ზიამაღლობას წარადგინეს 353 და პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას. და ბრალის ადასტურების შემთხვევაში მას ელოდება 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხო? მადლობა, ეს პატადია სამიძე იყო, იურისტი, რომელიც იცავს ზიამაღლობლის ინტერესებს. ასე ჩვენ მოვისმინეთ ჯუბა ქათამაძის კომენტარი, რომელიც საიას იურისტია, ის ასევე იცავს ზიამაღლობლის ინტერესებს სასამართლოში. მე გეტყვით, ვინც ახლა შემოვერთა ბათუმელების პირდაპირ ეთერს, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ ზიამაღლობას გამოცემა ბათუმელების დამფუძნებელს და დირექტორს წარუდგინეს ბრალი. ჩვენ მოვისმინეთ უკვე ინფორმაცია, რომ არ შეცვლა კვალიფიკაცია ამ საქმეზე, მას ისევ ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას, რაც არის სამართლის კოდექსის 353 და პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული და ეს მუხლი ბრალის ადასტურების შემთხვევაში ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ბრალი უკვე წარდგენილია, ეხლა უკვე საქმის მასალები გადავა სასამართლოში და სასამართლოს საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად უკვე 24 საათის განმავლობაში სასამართლომ უნდა განიხილოს აღკვეთი ღონისძიების შეფერდების საკითხი, ანუ ამ პროცესზე არ განიხილავს სასამართლო კონკრეტული პირის, მათ შორის ზიამაღლობლის ბრალეულობის საკითხს, არამედ ამ პროცესზე განიხილება ზიამაღლობელს შეუფარდებენ წინასწარ პატიმრობას, რაც მაქსიმუმ შეიძლება გაგრძელდეს 9 თვე, თუ მას გაუშვებენ გირაოს საფუძველზე. დღეს ჩვენ გვითხრა ადვოკატმა პატადია სამიძემ რომ სავარაუდოდ ისინი მოითხოვენ გირაოთ იმ ზიამაღლობლის გათავისუფლებას. გამარჯობა ბატონო გურამ, რომ გაგესაუბროთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში შეიძლება თქვენ ხართ ამ საქმის გამომძიებელი ზიამაღლობლის საქმეზე. სამწუხარო დეტალებზე ვერ გესაუბრებ. გაჩნდა უკვე შეფასება რომ ეს უკავშირდება კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობას და არის ანგარიშწორება ერთგვარად რომ კრიტიკული მედია გააჩუმა. თქვენ დარწმუნებული ხართ ამბობთ იმ ბრალში რაც წარადგინეთ რომ ეს ნამდვილად უკავშირდება კრიმინალის ჩადენას. წარდგენა. სხვა დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რო დაგველაპარაკოთ საქმის დეტალებზე. ეს გურამ დიასამიძე იყო.
ეს გურამ დიასამიძე გახდათ გამომძიებელი, რომელიც ახლა ბრალი წარუდგინა მზიამაღლებელს. საქმის პროკურორი გახლავთ თორნიკე გოგეშვილი, რომელიც დღევანდელ შეხვედრას არ დასწრებია. მას აქვს პროცედურულად იმის უფლება, რომ დაესწროს ბრალის წარდგენას, მაგრამ ბრალის წარდგენას დღეს მზიამაღლებლის მიმართ პროკურორი თორნიკე გოგეშვილი არ დასწრებია. ასეთია მოცემულობა ამ დროისთვის. ჩვენ წინასწარი დაკავების იზოლატორთან ვართ, სადაც ახლა გამოვიდნენ გამომძიებელი გურამ დიასამიძე, იურისტი პაატა დიასამიძე, ასევე ადვოკატი ჯუბა ქათამაძე, რომელიც იცავს მზიამაღლებლის ინტერესებს. მზიამაღლებელი გახლავთ გამოცემა ბათუმელების ამფუძნებელი და დირექტორი, რომელსაც ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას. აკვეთი ღონისძიების საქმე კი ხვალ განიხილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ჩემთვის როგორც არის ცნობილი, მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს აკვეთი ღონისძიების საქმეს. მზიამაღლებლს გაუშვებენ გირაოთი თუ მას შეუფარდებენ წინასწარ პატიმრობას. აურა უცნაური გამომძიებელმა არა. მე აქ შემიძლია წაკითხო ბოლო ინფორმაცია, რაც უკავშირდება მზიამაღლებლის დაკავებას. 50-ზე მეტი ხელმომწერი მზიამაღლებლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. დამოუკიდებელი მედია საშუალებების პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 12 იანვარს განცხადება გაავრცელეს ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებლის და დირექტორის მზიამაღლობის დაკავების შესახებ და მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს. განცხადების ხელმომწერები ითხოვენ მზიამაღლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მზიამაღლების მიმართ არასათანადო მოპყრობის და უკანონო დაკავების ფაქტების სასწრაფო გამოძიებას ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძესათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას. მე აქ ვიკეთებთ, რომ ირაკლი დგებუაძეს ბათუმის პოლიციის უფროს უკვე აქვს მინიჭებული დაზარალებული სტატუსი, როგორც ჩვენ ახლა გვითხრა მზიამაღლების საქმეზე, მზიამაღლების ინტერესების დამცველმა იურისტმა პაატა დიასამიძემ. მე აქ შემიძლია წაკითხოთ ამ ორგანიზაციის განცხადება მზიამაღლების შესახებ. 12 იანვარის ღამით პოლიციამ ბათუმში უკანონოდ დააკავა ონლაინ გამოცემების ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზიამაღლებელი დამოუკიდებელი მედია საშუალებების პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მიბიჩნევთ, რომ მზიამაღლების დაკავება და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არის წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი პროვოკაცია. ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც გუშინ განვითარებული მოვლენების დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, ჯერ კიდევ 16 დეკემბერს დაემუქრა ბათუმელების თანადამფუძნებელს და რედაქტორს ეთერ თურაძეს. მზიამაღლებელი 11 იანვარს პირველად უკანონოდ კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო მოქმედებების უხეში დარღვევით დააკავეს, მაშინ როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარის დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით დაკავებისას მზიამაღლებისათვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს. მზიამაღლებელი ხელწერილით მალევე გაათავისუფლეს. სამმართველოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ კი მზიამაღლებელი დარჩა მდინარე აქციაზე. მის გვერდით იმყოფებოდა ორი ახლობელი, ორივე მათგანი პოლიციამ სრულიად უკანონოდ დააკავა. თვითმკვლელობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დაძაბულობის დროს მზიამაღლებელი და ბათუმელების რედაქტორი ეთერ თურაძე მოხვდნენ ჭყლეტაში. ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზიამაღლებელს შეაგინა. შემდეგ მოხდა მზიას უკანონო დაკავება. მზიამაღლებელი სისხლის სამართლის კოდექსის 343 პრიმა მუხლის პირველი ნაწილითაა დაკავებული, რაც 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აქტებას.
ქართული ოცნების პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებული ვიდეო მასალა, რომელზეც მზია ამაღლობლის დაკავება აღბეჭდილი არ არის სრულყოფილი, დამუშავებულია და არ ასახავს ადგილზე განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ნაწილს. ბათუმელების ენერგაზეთის დამფუძნებელი პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით შეიყვანეს სამმართველოს შენობაში. დაკავების შემდეგ მზია ამაღლობლის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშწორებად სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ. არაერთი მოთხოვნის და საჯარო მოწოდებების მიუხედავად დაკავებულთან 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში აროშებდნენ ადვოკატებს, რითაც დაარღვიეს მისი დაცვის კონსტიტუციური უფლებები. განცხადებას ამ დროისათვის 54 ხელმომწერი ჰყავს დამოუკიდებელი მედია საშუალებების რედაქტორები, ჟურნალისტები, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის, მედიის ადვოკატირების კოალიციის და სხვა პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები, უფლებადაცვითი, ანალიტიკური და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. თქვენ შეგიძლიათ ვრცლად ამ ინფორმაციის შესახებ ნახოთ ინფორმაცია ბათუმელების ენერგაზეთის ვებგვერდებზე. ასეთი ემოციურობა ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვეს იურისტებმა პაატა დიასამიძემ და საიას იურისტმა ჯუბა ქათამაძემ, ასევე გამომძიებელმა გურამ დიასამიძემ. მან კომენტარი არ გააკეთა ჩვენთან, ჩვენ მასთან ჰქონდა შეკითხვა, არის თუ არა ეს მცდელობა ქართული ოცნების მხრიდან გააჩუმოს კრიტიკული მედია და დარწმუნებულია თუ არა ნამდვილად თავად გამომძიებელად, როცა მან წარუდგინა ბრალი მზია ამაღლობას, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა კრიმინალი და ის დანაშაული, რომელზეც უკვე ბრალი წარუდგინეს მზია ამაღლობას, გამოცემულობა ბათუმელების დამფუძნებელს და დირექტორს. ბრალი უკვე წარდგენილია, ეხლა უკვე საქმის მასალები გადავა სასამართლოში და სასამართლო 24 საათის განმავლობაში იმსჯელებს აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილი, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ეს მოსამართლე განიხილავს დღეს და ხვალ აღკვეთი ღონისძიებების საქმეებს, ის გადაწყვეტს მზია ამაღლობელს შეუფარდონ წინასწარი პატიმრობა, რაც მაქსიმუმ შეიძლება გაგრძელდეს 9 თვე. თუ მას გაათავისუფლებენ გირაოს საფუძველზე, როგორც ჩვენ გავიგეთ დღეს უკვე ირაკლი დგებუაძეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის დანიშნული ექსპერტიზა, ასევე მას აქვს დაზარალებული სტატუსი ამ საქმეში, ასევე დაწყებულია გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის მხრიდან თავად მზია ამაღლობლის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. მიმართულია უკვე და სავარაუდოდ დაწყებულია გამოძიება, ჩვენ ასე გვიპასუხა საიას იურისტმა ჯუბა ქათამაძემ. თუმცა დაზარალებული სტატუსი ამ ეტაპზე მზია ამაღლობლის მინიჭებული არ არის და ასევე კვალიფიკაცია, რითაც დაიწყო ეს გამოძიება, პოლიციაზე თავდასხმა, ეს კვალიფიკაცია აქვს ისე იგივე საქმეს და იგივე მუხლი წარუდგინეს ბრალი მზია ამაღლობას სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლი, რაც გულისხმობს ბრალის ადასტურების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მზია ამაღლობელი რჩება წინასწარი დაკავების იზოლატორში. გამოცემა ბათუმელების დამფუძნებელი და დირექტორი დღეს ან მაქსიმუმ ხვალ ბათუმის საქალაქო სასამართლომ უნდა განიხილოს მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი. ნახოთ როგორ განვითარდება პროცესები, ეწვიათ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯი და ენერგაზეთი ჯი, რომ მიიღოთ განახილებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.